ბრიალა მშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცმა დღის ნასრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელალა ბაღდავაძე ვარ. ქვეყანაში დღეს შექმნილ პოლიტიკურ სურათს კი გაცემის პირველ ნაწილში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შეაფასებს. ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტი და შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რას აჩვენებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე აუდიენცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, მაშინ როცა მას არანაირი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია. რა მოდელით იმართება ქვეყანა და რა თავისებურებებს აჩვენებს ის კადრები, რომელიც გუშინ ყველამ ერთად ნახეთ. დაგველოდეთ, დავიწყოთ ზუსტად 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციაში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ლილუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით ედება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. მაშა ასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, როგორც გითხარით, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იქნება გაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი. ბატონ გია, გამარჯობა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გია, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტია დღეს შეფასების ერთ-ერთი მთავარი საგანი, რა კუთხითაც არაერთი კითხვა გაჩნდა და ამ კითხვებს დღეს ჩვენ დავსვავთ, თუმცა მინდა დავიწყოთ სურათის აღწერით, იმ სურათის აღწერით, რომელიც გუშინ ყველამ ერთად ნახეთ, გულისხმობ აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძესთან აუდიენციის შემდეგ ილჰამ ალიევს, როგორც ცნობილია, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა საკუთარ ბიზნეს ცენტრში და აი როგორც პოლიტიკოსებისგან ვისმენთ იქ გამოჩნდა ვინ არის ქვეყანაში მთავარი. აი გავრცელებულ ვიდეო კადრებსა და ფოტოებზე როგორია, აი ფოტოების თქვენეული აღწერა როგორია, რას აჩვენებს სურათი, როცა პირველ პლანზე ასე ვთქვათ არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო მის ზურგს უკან დაიარება. რაც ნახეთ ეს სიახლე არ არის ამ ქვეყანაში, ხო, ეხლა არც არავის არ ქონია არასოდეს ამ ქვეყანაში განცდა, მგონი რომ კობახიძე არის ინსტიტუციური ხოსრად ის არის ლიდერი და ის არის გადაწყვეტილების მიღებდი ამ ქვეყანაში, ხო? გუშინ უბრალოდ ნახეთ ის, რაც ისეაც ვიცოდით. სიახლე ამაში რა არის ახალი, რა შეიძლება და გაკვირვებოდა. უბრალოდ ფარდა ეხადა იმ მანკი რეალობას, რაშიც ცხოვრობს ქვეყანა, ხო? ერთის მხრივ რაც შეეხება კობახიძეს, ეხლა კობახიძე მე ყოველთვის ამბობდი, რომ ტრაგიკული პერსონაჟია, პირდაპირ გეტყვით, ეხლა სხვა ეპითეტს უბრალოდ მას ვერ მიუსადაგებ, თავისი კომპლექსები დატვირთული და ამ შემდეგ ხო რაღაც ტრავმირებული რაღაც პერიოდის განმავლობაში როგორც ჩანს, ხო ესე შთაბეჭდილებას ტოვებს, ბიძინას ახასიათებს, რომ საბელს დაუგრძელებს ხოლმე, ხო, ამ ტიპის პერსონაჟებს, ილუზია შეუქმნის, რომ ისინი რაღაცას წარმოადგენენ და იყო ეს პერიოდი ჩვენ ამაზე გვისაუბრია ალბათ, ხო, რომ კობახიძეს გაუჩნდა რაღაცა ილუზია, რომ ის მართლა რამეს წარმოადგენდა. მე მაშინ ვამბობდი, რომ ბიზნეს ჯერ თავის სულ არ გაუკეთებია, მიუშვა ეს ბავშვები, ამან ირწმუნა, რომ მართლა პრემიერ-მინისტრია და პირველივე მოსახვევში, ესე რომ ვთქვათ, ისე დასვა თავის ადგილზე, ხო? თვითონ ირაკლი კობახიძის რა განწყობა დაინახეთ გუშინ მის სახელზე იმ კადრებიდან, რომელიც ნახეთ. ბევრი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა ყოფილიყო მაინდა-მაინც გაყოფილი. ეს არის პერსონაჟი, რომელიც უყურებს საკუთარ მშობელს ბიძინას სახით, ხო, პოლიტიკური მშობელი მაქვს ხედულობაში. და რომელსაც ეჯავრება თავისი პოლიტიკური მამა, ხო, ამასთანავე ეს სურათებში, სხვა შორის კადრებში ეს ემოციაც ჩანდა ერთ-ერთ კადრში, მე რაც ვნახე, ხო?
ну ეხა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეხა რამდენ შვილს ეჯავრება თავისი მამა, ხო, მის ჭრდილში ყოფნა და მიზეზი რა არის ამ ესე რომ ვთქვათ მამის იძულვილის არის რომ მამის ჭრდილშია და ამ ჭრდილიდან ვერ გამოდის საკუთარ ესე რომ ვთქვათ ნებას, ხო? ნებას ვერ გამოხატავს და ამით სიძულვილი იზრდება, ხო? საერთოდ ბიზნეს უჩვედი რომ თხილად იყოს რამე აფექტის მდგომარეობაში კობახიძე რამე ხელი არ წაუწდეს რამეზე, იმიტომ რომ ესეთ პერსონაჟების კობახიძე საშიშია თუ ხუმრობთ როცა ამაზე საუბრობთ. აშკარად ადამიანი არასტაბილურია და ხა სიძულვილი უკვე იმდენად აშკარაა, ხო? აშკარაა და მოტივირებულია რაც თავია. მიზეზი აქვს ამ სიძულვილს. ხო, ეხა როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და იცოდე რომ თან არარაობა ხარ. ეხა თან მით უმეტეს გუშინდელი კამპანია და დღესაც მიმდინარე კამპანია, სადაც ეს სურათი ძალიან სააშკარაოზე გამოვიდა, ეს მის ზიზღს ბიზნეს მიმართ კიდე გააათკეცებდა. ერთის მხრივ ზიზღი, მეორეს მხრივ უსუსურობა, ხო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა, ხო? და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამან შეიძლება მისი ფსიქოლოგიური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საბოლოო ჯამში. ბატონია, აი მეორე მხრივ როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გუშინ ანახ სურათზე და იმაზე ვინ იყო პირველ პლანზე და ვინ ივანიშვილის ჭრდილს მიღმა. აქ შეიძლება ბევრმა გაუსვას ხაზი იმას, რომ მასპინძელი იყო ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ლოგიკურად ჩათვალოს, რომ აი სწორედ ის მიუძღვებოდა სტუმარს. რამდენად ლოგიკურია კითხვა, რომ მის ბიზნეს ცენტრში სხვა რატომ უნდა ყოფილიყო მასპინძლის და მთავარი პირის როლი? არა, სხვაზე არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ესეთი არაფორმალური შეხვედრები შეიძლება შედგეს, მაგრამ რა შუაში იქ მთავრობის წევრები ჩამწკრივებული, ხელის ჩამორთმევი რაღაც ოფიციალური პროტოკოლური სახები ეცა ამას. ხო ეს ხო არ იყო, ეხა ვახშამზე შეიძლება ჩვეულებრივ მეგობართანაც მისულიყო, ხო ვიღაცასთან მეგობრობს ალევი და იმასთანაც მისულიყო სახში, აქ რა პრობლემა იყო. მაგრამ აქ ზუსტად პროტოკოლურად ჩანდა, აი თვითონ პროტოკოლურად ჩანდა ვინ იყო პატრონი, ესე რომ ვთქვათ, ქვეყანაში, ხო? და როგორ მიყვებოდა უკან კობახიძე კი ბატონო შეეძლო მას ეჩვენებინა, მაგრამ კობახიძე უკან რატომ მიბლაყუნებდა? ყოფილიყო თავისთვის, ხო? უკან რატომ ეყვებოდა? როგორც პერსონალი, ხო? ეხა ეს იმდენად აშკარა სურათებია, გასაგებია რაღაცას იტყვიან, რა აზრი აქვს? ეს სურათი ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო რაღაც ამერიკა არ აღმოგიჩენია ეხა, ხო? ის რომ კობახიძე არ არის რეალურად ის ლიდერი ამ ქვეყანაში, რომ ის არიგებს გადაწყვეტილებებს, ეს რამე სიახლეა, არ არის არაფერი ამაში, ჩვეულებრივი ამბავია. სხვა საკითხია, რომ ეს ქვეყნის პრობლემაა. ქვეყნის პრობლემა არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიულ გზას და ავტორიტარული მმართველობის გზას დაადგა, ხო, ეს პრობლემა დღეს სამყაროში ბევრ ქვეყანაში დგას. იგივე აზერბაიჯანის პრობლემატური ამხრივ საკმაოდ და ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ ავტოკრატიები და დიქტატურები ვიცით ჩვენ დღევანდელ სამყაროში, მაგრამ განსხვავება ჩვენ მოდელსა და იმ მოდელებს შორის ის გახლავთ, რომ იქ აი ეს ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან, ხო? ანუ დიქტატორი იქნება თუ ავტორიტარი, ის ინსტიტუციურადაც ქვეყნის ხელმძღვანელია, პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრია, რაღაცაა, ხო? და შესაბამისად ის იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელიც ის არის ინსტიტუციურად პასუხს აგებს. და ჩვენთან ბიზნესამ შექმნა მოდელი, სადაც ესე რომ ვთქვათ, ის იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ პასუხისმგებელი თვითონ არ არის. აი როგორი რაღაცა აქვს ისეთ გაკეთებული, საქართველოსგან შექმნა ერთგვარი ოფშორული კომპანია, ნომინალურ ესე რომ ვთქვათ, იმაზე რა ქვია, პირზე გააფორმა ეს თავისი ოფშორული კომპანია. თვითონ მართავს ამას ყველაფერს, ეგრეთზე დიჯიპასი, რასაც ქვია, ანუ ანგარიშების მართვის ჯიბეში უდევს ყველაფერს თვითონ აკეთებს, მაგრამ რო ჩაიხედო საბუთებში წერია, რომ მართველი ეს რა ქვია, პატრონი ამ ოფშორული კომპანიის არის ვიღაცა, ხო? ის თვალით არავის არ უნახავდა. აი ეს ვიღაცა არის კობახიძე, ანუ საქართველოს დღეს არის პოლიტიკური ოფშორი, რომელსაც ყავს ნომინალური დამფუძნებელი
და რეალურად დიჯიტალს ამ ქვეყნის მართვის უდევს შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს. ყობახიძეს რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლევან მაჭავარიანის შეფასება გამახსენდა მისი მისამართით ამას წინ თქვა რამდენიმე დღის წინ ლევან მაჭავარიანმა რომ ირაკლი ყობახიძე არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. ხა თქვენ ირაკლი ყობახიძის შესახებ თქვენი პოზიცია უკვე დააფიქსირეთ, ამიტომ მოდით ამ კითხვასაც დაგისვათ. აი ვინ იყო და ვინ არის ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრებს შორის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და რატომ რა ნიშნით გამოარჩევთ? ნუ რა არის ეცეთ თუ ჩვენ ეხა რეალური პრემიერ-მინისტრი არც ერთი არ ყოფილა დავიწყოთ აქედან, ხო? ყველას ჰქონდა ყველას თავისი სპეციფიური ნაკლოვანება ჰქონდა ამ მხრივ. ამ ქვეყანას რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა პრაქტიკულად ყოველთვის მართავდა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უბრალოდ უნდა ვილაპარაკოთ ვის მოქმედების მეტი დიაპაზონი ჰქონდა, ხო? მე ვფიქრობ გახარიას ჰქონდა ყველა ეს დიდი დიაპაზონი მოქმედების და ძვირიც დაუჯდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ყობახიძე ეს მთლიანად იმიტაციებია გარკვეულ პერიოდში, აი დაახლოებით 3-4 თვის წინ მე ამაზე ხშირად საუბრობდი და ამის გამო ბევრი მაკრიტიკებდა რატო ვლაპარაკობდი ამაზე, ხა ეს კიდე ცალკე თემაა, რომ ყობახიძეს და კალაძესაც სხვა შორის გაუჩნდათ ილუზია, რომ ბიძინა საერთოდ გაწეულია და მათ შეუძლიათ რაც უნდათ ისაკეთონ ამ ქვეყანაში. ანუ ბიძინამ შეუქმნა მათ აი ამ დამოუკიდებლობის ილუზია და აი ეს ამ ტანდემმა გააბეს თავის კავშირები, შავ სამყაროსთან კავშირები გააბეს იქით აქეთ ხო უკვე წამოვიდა გზავნილები რომ აი ბიძინას გარეშე თუ შეგიძლიათ მართვა და მე არ ვიცი ხა რომელმა რა უპასუხა ხო კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა რომ ეთქვა რომ არაო მაგრამ ყობახიძე შეიძლება იყო ჭკუა და თქვა რომ მე ამისთვის ჯერ მზად არა ვარ ან რაღაცა არ ვიცი ხა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ილუზია იქმნებოდა და ბიძინა ტესტავდა სიტუაციას უყურებდა მე მაშინ ვამბობდი რომ ბიძინას ჯერ აი ამ ყველაფერზე სულა არ კონტრსულა არ გაუკეთებია და აი ეს გუშინდელი სურათები ჩვენ რაც ვნახეთ, თქვენ გონიათ შემთხვევითი სურათებია ესა? ეს ბიძინას ნება იყო, რომ ესეთი სურათი ეჩვენებინა. რატომ? აი რა იმიტომ რომ სისტემაში აი ეს უფრო სისტემის დასანახებლად ჩვენთვის კი არა, ხო? ჩვენ ახლა რას ჩვენ ისე სულ იმას ვლაპარაკობთ, რომ ბიძინაა ძლიერი მართველი, ახლა რა შეიცვალა ჩვენს რეალურად, ყველაფერი შეცვლა. და ჩვენ ვინმე ჩვენგანი ფიქრობდა, რომ ყობახიძე იღებდა გადაწყვეტილებას გუშინდლამდე, არ ფიქრობდა, ხო? უბრალოდ ანუ სისტემა დარწმუნდეს, რომ არაფერი შეცვლა და ისე ბიძინა ივანიშვილი არის რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, ესე რომ ვთქვათ, და სწორება უნდა იყოს მასზე. ანუ ეს მითოლოგია მისი უძლეველობის ისევ რომ გაიმყაროს. მეტი არაფერი არ ხდება. კეთილია, ბატონია, ისევ ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას მინდა დაუბრუნდეთ და ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რატომ ივანიშვილთან შეხვედრა და რატომ არ იყო საკმარისი ის აუდიენციები, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამართა საქართველოს პირველ პირებთან, იყო ეს მიხეილ ყაველაშვილი თუ ირაკლი ყობახიძე. აი როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა ესაუბრათ ალიევ ივანიშვილს? იქნებოდა ეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები თუ არა მხოლოდ? არა, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზეა საერთოდ დღეს სამყარო, ხო? ჩვენ თუ გადავხედავთ სურათს რა ხდება, ხო? აი დიდ სურათში რომ დავინახოთ, ფაქტობრივად დღეს არის ესეთი მოცემულობა, რომ ჩვენი დერეფანი, ხო, აი ეს ლოგისტიკური დერეფანი, სამხრეთ კავკასიური ხდება ფაქტობრივად უალტერნატივა, იმიტომ რომ ნებისმიერი აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელ კვანძზე ვსაუბრობ, ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩრდილოეთის მარშრუტი რისკების შემცველია, რუსეთია მოიხსენებათ, ორმუზის სრუტეში რა ხდება ჩვენ უყურებთ, ხო? და ეს სამხრეთ კავკასიური დერეფნის განვითარება ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ინტერესი ამისადმი ძალიან გაიზარდა. საქართველოს და აზერბაიჯანი არის ესეთი, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი გეოპოლიტიკური კვანძი, ხო? განუყოფელი კვანძი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს აკავშირებს, ასე რომ ვთქვათ, აი ეს ერთიანი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც დაუშლელია ფაქტობრივად, ხო? ეხლა გაჩნდა განშტოება სანგეზურის სახით, მაგრამ ნუ ეს უკვე აზერბაიჯანის დამატებითი ბონუსია, რასაც ქვია, ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დღეს აზერბაიჯანს აქვს აბსოლუტურად მყარი თურქეთთან ერთად მე ვიტყოდი, იმიტომ რომ
ჩვენ უნდა გვესმოდეს აზერბაიჯანის და თურქეთის ურთიერთობის სპეციფიკა, ხო, ეს ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ტანდემია, პოლიტიკური ტანდემია, რომლებსაც აქვთ ერთიანი მიზნები და ამოცანები გრძელვადიანი რეგიონში, ხო, და გლობალურიც თუ გინდათ და რეგიონში მithumეტ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი განპირობებული იყო ამ სტრატეგიის გარკვეული კორექციით და რატომ აგიხსნით? იმიტომ რომ აი თუ გახსოვთ, დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან აქტიური საუბარი იყო ფორმატზე 3+3. ანუ რაზე იყო ლაპარაკი? ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პლუს 3 რეგიონალური იმპერია, ხო? თურქეთი, ირანი და რუსეთი. ანუ ამ 3 რეგიონულ იმპერიას რაღაცნაირად უნდა გამოიკვეთა საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და რაღაც ინტერესების გადანაწილება მოხდარიყო მათ შორის. დღეს 1 წლის თავზე რა მოცემულობა გვაქვს, ხო? ირანი გავარდა თამაშიდან, გასაგები მიზეზების გამო, ну, პრაქტიკულად გავარდნილია თამაშიდან. რუსეთს აქვს, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული გავლენა საქართველოსზე და მზარდი გავლენა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ დაკარგა გავლენა აზერბაიჯანზე და სომხეთზე. ჩვენ ვხედავთ იქ რა ტენდენციებიც მიდის, ხო? შესაბამისად, აი ამ ტანდემს თურქეთი-აზერბაიჯანის ტანდემს გაუჩნდა უკვე ახალი პროექტი, რასაც ქვია უკვე აი ამ გეოპოლიტიკური სისტემის ერთპიროვნული ამ სისტემაზე ერთპიროვნული დომინირების, ხო? შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი, აბსოლუტურად ლოგიკური სტრატეგია. ეხლა სხვა საკითხია, ჩვენ რა როლი გვაქვს ამაში ყველაფერში, ხო? ეხლა 2 წლის წინ რო გეკითხათ, გეტყოდით, რომ ჩვენ შანსი გქონდა, რომ გამხდარიყავით პარტნიორები, სრულფასოვანი პარტნიორები ამ სისტემის, მაგრამ დღეს მდგომარეობით მე არ მგონია, რომ ჩვენ თურქეთმა და აზერბაიჯანმა პარტნიორად მიგვიწვიოს აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. საინტერესო კონტექსტამდე მიხვდით. ხა საქართველოს რეგიონში მართლაც მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ და ეს ყველაფერი დეტალურად განმარტეთ, ამიტომ ახლა ცოტა დრო იმაზე რა არის გასაკეთებელი და უკვე როგორ უნდა პოზიციონირებდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი წამოიღოს ყველა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტიდან. დავკარგეთ ამის შანსები, დავკარგეთ უკვე. ჩვენ მაქსიმალური გეოპოლიტიკური ესე რომ ვთქვათ, ის რა დივიდენდების წამოღების შანსები გავუშვით, რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად ავიღოთ ანაკლიის სპორტი, ხო, ამაზეც ბევრი ლაპარაკები მიდის. კი, სხვათა შორის ანაკლიის სპორტის პროექტი რო ყოფილიყო განხორციელებული დღემდე, ხო? აი ამ თუ სამყაროში, როდესაც ორმუზის სრუტეში რაღაცა ხდება და ამ შემდეგ, ხო, ანაკლიის სპორტი რო განვითარებული ყოფილიყო, რკინიგზის რეაბილიტაცია რომ მოხდარიყო და თვითმბრუნვის გაზრდის შანსი რო გაჩენილიყო, ხო, თვითმბრუნა როგორ უნდა გაიზარდოს, სიჩქარეები უნდა გაიზარდოს, სიჩქარეები რო გაიზარდოს, ამათებითი ინფრასტრუქტურა ჭირდება, ხო? ხო და ანაკლიის სპორტი ძალიან წაადგებოდა ჩვენ აი ამ შანსის გამოყენებას. ანაკლიის სპორტი დღეს არ არის, ანუ ღრმაწლოვანი სპორტი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. ეს არის ერთი ეკონომიკური განზომილება, რაც გაზრდიდა ჩვენ ფასს, ხო? მეორე არის უსაფრთხოების განზომილება, რომელიც აგრეთვე ანაკლიის სპორტს უკავშირდება ჩემის აზრით. მოგეხსენებათ აი იგივე რუბიოს ზარი, ხო? პრესრელიზი, როდესაც გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რაზე იყო ის საუბარი? გახსოვთ, შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე შედგა საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოების თემა პრობლემურია საკმაოდ კოლექტიური დასავლეთისთვის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ნატოს 3 ქვეყანა შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთი დომინირებს შავ ზღვაში, იმიტომ რომ არც ერთ ამ ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დააბალანსებდა ამ რუსულ დომინირებას. და ანაკლიის სპორტში შეიძლება ამერიკელები განიხილავენ ზუსტად რომ რაღაცა ეს ალტერნატიული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას, ხო? ღრმაწლოვანი სპორტი ამის საშუალებას იძლევა იგივე წყალქვეშინავების შემოყვანის თვალსაზრისითაც კი, ხო? შესაბამისად თურქეთმა ეს იცის, აზერბაიჯანმაც იცის, მე სრულად არ გამოვრიცხავ, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა
ერთ-ერთი თემა ანაკლიის სპორტის ოპერირებას დაკავშირებულ საკითხზე აუცილებლად მინდა ბატონ გია ჩაგეკითხოთ ქართულ ოცნებაში სხვა შორის ახლახან გაკეთებული განცხადების კონტექსტში და გეცოდინებათ რა თქვა ამ თემაზე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს რომ ზღვაში ამერიკელები იმიტომ არ არიან რომ აი ანაკლიის სპორტის პროექტით ამერიკელი ინვესტორები ვერაფრით დააინტერესეს რამდენად შეიძლება ანაკლიის სპორტის პროექტის აქამდე ვერ აშენება მთლიანად თუ არა გარკვეულწილად მაინც დაბრალდეს იმას რომ ამერიკელი ინვესტორები იყვნენ კონსორციუმში რომელიც ამ სპორტს აშენებდა ხო? უნდა აეშენებინათ. შეიძლება იმას რაღაც პრობლემები გაუჩნდათ. მე არა ვარ ამაში დახედული, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლება იქ რაღაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს და ეხლა თუ ესე მნიშვნელოვნად თვლიდეთ, მაშინაც შეეძლო ჩაეტარებინა და ის პროექტი ზუსტად ამერიკელების მონაწილეობით უკვე 2000 წლში დამთავრებული იქნებოდა. აი დღეს რასაც აკეთებენ ანაკლიაში, ფაფხურობენ ხო? ეს რომ მაშინ გაეკეთებინათ, კონსორციუმით საინვესტიციო პაკეტი შეკრავდა და დღეს ეს პროექტი დასრულებული იქნებოდა. ეხლა რეებს ლაპარაკობენ. ამერიკელები იყვნენ ზუსტად იქ, აბა ვინ იყვნენ? ხო, დღეს მოცემულობით უკვე ნახეთ რა სურათი მივიღეთ ამერიკელები გამომდინარე იქიდან რომ მათი ინვესტორები, ამერიკელი ინვესტორები გარკვეულწილად გადაგდებულად თვლიან თავს ამ პროექტთან დაკავშირებით. ამერიკელები ძნელად შემოსაყვანია ამ პროექტში. ჩინელებმა რაღაც ესე რომ ვთქვათ იმიტაცია მოახდინეს ინტერესის და მე გაიპარენ ისევ ხო? რუსეთი გასაგებების გამო ვერ შემოვა და არც უნდა შემოუშვათ გამომდინარე იქიდან რომ მაშინ აზრს კარგავს ამ დერეფნის მშენებლობა ხო იმიტომ რომ ამ დერეფას მხოლოდ ამ დერეფნის ხიბლი მხოლოდ მაშინ არის თუ რუსეთთან კონკურენციაშია ხო და რუსეთი ვერ შემოდის ჩინეთი გითხარით უკვე რომ ესე ვინ დარჩა აზერბაიჯანი თურქეთი ეს ტანდემი ეხლა თურქეთის ინტერესი თუ აქ რაღაც უსაფრთხოებასაც მიება ხო ანაკლიის თემა ძალიან მაღალია იმიტომ რომ თურქეთი მოგესალმებით ნატოს წევრია და შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მისი კოზირი ხო შავი ზღვის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით გარდა ამისა თურქეთს აქვს ამბიცია რომ გახდეს ამ აღმოსავლეთ დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის მთავარი ხაბი ხო რუსეთის ალტერნატიული მთავარი ხაბი გახდეს ხო რომ მისი მეშვეობით ხდებოდეს დისტრიბუცია ცივილიზებულ სამყაროში ენერგომატარებლების და არა მხოლოდ ენერგომატარებლების ასე რომ მე არ გამორიცხავ რომ თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგია და ალიევის მიერ ესე რომ ვთქვათ ამ საუბრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სტრატეგიის ეს ელემენტიც ყოფილიყო. ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ამაზე კობახიძესთან ხო არ ელაპარაკებდა ხო იმიტომ რომ კობახიძეს მინიმუმ ზარი ახლობელთან უნდა გამოიყენებინა. ხო და ეხლა ტელეფონზე ის ხო ვერ დაუწყებდა ან ხო არა მაშინ მარკო რუბიომ რატო დაურეკა ირაკლი კობახიძეს და მარკო რუბიომ რატო დაარეკა ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილთან და აქვე კითხვას დაგისვათ ბატონ გია და სხვა შორის ეს არის მარკო რუბიომ ტელეფონზე დაარეკა კი არ ჩამოვიდა და ტელეფონზე რო დაარეკა უთხრა რომ აი მამაშენს გადაეციო რომ ესაო და პასუხი მომწერა პასუხი მეილით გამომიგზავნა ანუ ეს იქნებოდა მესიჯი ბიძინა ივანიშვილისთვის თქვენ გონიათ რუბიომ არ იცის კობახიძე რას წარმოადგენს ამ ქვეყანაში ჩვენზე უკეთესად იცის. ბატონგია, მოკლედ ეს თემა ერთ-ერთია, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას. მარკო რუბიოს მიერ ირაკლი კობახიძესთან განხორციელების ზარი, ისე როგორც მეორე მხრივ ირანის ელჩის მწვავე რეაქცია და არსებობს კიდევ ერთი მხარე ამ რეაქციაზე, ირანელი დიპლომატის რეაქციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი და რადგან მაქვს შესაძლებლობა, იმოდით ყველაფერ ამაზე ერთიან კონტექსტში ერთ კითხვასაც დავსვავ. აი გითხარით, რას ფიქრობთ, იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი, როცა ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტდა, მისი ადმინისტრაცია ფაქტია, ხო, არ იმჩნევდა საქართველოს, თუმცა ირანში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე ხედავთ, რომ აი უცებ ვაშინგტონმა ჩვენსკენ გამოიხება. ეს გამოხედვა როგორ უნდა შეფასდეს? უნდა გვეხაროდეს თუ სჯობდა კიდევ ცოტა ხანი არ დაერეკათ? არა, საერთოდ დღევანდელ სამყაროში ხო მე ვერ ვიქნები რადიკალური, ხო? რადიკალური, რა თქმა უნდა, სიფრთხილე დღეს ხელისუფლებას მართებს და მე ამ ხრივ ხელისუფლებას დღეს როდესაც ხელი ომი მიდის ირანში, არ გავაკრიტიკებდი ძალიან აქტიურად, ხო? მე ზოგადად მათ პოლიტიკას ვაკრიტიკებ, მაგრამ დღეს რო სიფრთხილეა საჭირო ირანთან მიმართებაში, ეს ფაქტია. სხვა მხრივ, მაგრამ ამ სიფრთხილესაც ხო თავის ზღვარი აქვს, ხო? თავის ზღვარი აქვს. ეხლა ჩვენი ხელისუფლების უსაფრთხოების კონცეფცია საერთოდ აი ნახეთ როგორ რაღაცაზე დგას სამარცხვინოა პირდაპირ გეტყვით.
სამარცხვინოა და რაც თავარია სტრატეგიულად უპერსპექტივო და აგიხსნით რა შემდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ შენ მეგობრებს შეგიძლიათ თავისუფლად აგინო, ლაძღო, 1000 რამე დააბრალო, იმ იმედით, რომ მეგობარი მაინც დაგინდობს და ხელს არ შემოგიტრიალებს, ხო? როგორც რა რიტორიკაც გვესმის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის მიმართებაში. და მტერს ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ მტერი არ დაგინდობს და ხელს შემოგიბრუნებს. აი ეს ამაზე დგას საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია. რეალურად ეს კონცეფცია არის, ესე რომ ვთქვათ, დამანგრეველი, ხო? უსკულისკენ მიყავ, რატო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დღე-დღე მეგობარს ლანძღავ, ამით მეგობარს კარგავ, ერთის ხრი შენი პატივისცემა არც მტერს უჩდება, იმიტომ რომ მტერს, როდესაც ენის მოჩლექით ელაპარაკები, ის კიდევ უფრო მეტად გაჯდება თავზე, ხო? იმიტომ რომ სისუსტეში გითვლის ამას, რაც გააკეთა ირანის ელჩმა. ირანის ელჩმა ეს რო დაგვემუქრა ირანის ელჩი და ფაქტობრივად წინასწარ ომი რო გამოგვიცხადა თუ გავინძრეოდით საერთოდ და რაიმეს ესე რო თქვა გავაკეთებდით, ხო? და დუმილი რომ მოყვა ქართული მხრიდან მეორედ გამოვიდა და კიდევ უარესები ილაპარაკა. იმიტომ რომ დაინახა ამათი რეალური ბუნება დღევანდელი ხელისუფლების, ხო? და ვიფიქრე რომ მოსულა სუსტები ხართ, მაშინ მოდი ბოლომდე რა. სხვა შორის ბადოგია, რადგან ირანის ელჩის განცხადებამდე მივედით, ცალკეული პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ირანის ელჩის ეს პოსტი, ყოველ შემთხვევაში 31 მარტის პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თვითონ ქართული ოცნების მიერ ყოფილიყო ინსპირირებული, რათა ჩვენი ხელისუფლება მომავალში ამ განცხადებას ამოეფაროს და უარი თქვას რაიმე ფორმით ირანის წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას. ხო, აი მე მინდოდა მეკითხა ამ მოსაზრებას თუ შეიძლება კონდეს რაიმე საფუძველი და თქვენ პრინციპში თვითონ ეს არ უნდა გამოვიდეს. ამას ვერ დავადასტურებ, ვერც უარყოფ. შეიძლება რომ მათ გარკვეულ ერთგვარი ფარის ეხლა აი ქრონოლოგია ნახეთ როგორი იყო, ჩამოდის ჯერ ესე რომ ვთქვათ ეკონომიკური იმის დივნის მოადგილე მე მგონი ხო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩამოდის ანაკლიაში ესე რომ ვთქვათ ამ უსაფრთხოების კუთხით როგორც ჩანს ანაკლის დათვალიერება ხდება ამას მოყვა რუბიოს ზარი ხო გამომდინარე იქიდან რომ ამერიკელებს ირანის ომთან დაკავშირებით გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები აქვთ და მოსინჯვა გააკეთა ალბათ აი რა შეგვიძლია ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ან არ მივიღოთ ხო ამის მოსინჯვა გააკეთა და ასე რომ ვთქვათ აქედან ხა ამათ ერთის მხრივ ჩალიჩობერო როგორმე ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ ანუ პირდაპირ ესეთი უხეში უარის თქმა შესაძლებელია არ უნდათ ამიტომ თვითონვე გაჟონეს მისცეს ინფორმაცია ირანის ელჩს, რომ გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება და ამის შემდეგ უკვე რაღაც რუბიოსთვის ეთქვათ, რომ ეგერ პირდაპირ გვემუქრებიან, რომ გესურით და იმას ვიზამთ და ამიტომ დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ეტაპზე დაუშვათ შეიძლება ესე იყოს. ხო, ეხლა მე სპეკულაციას ამ თემაზე ვერ დავიწყებ, მაგრამ გარკვეული ლოგიკა ამ ვერსიაში არსებობს, რა თქმა უნდა. მადლობა ბატონ დია სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის, კითხვებზე პასუხებისთვის. დღეს დაგემშვიდობებით. დია ხოხაშვილი იყო ჩვენი პირველი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ტატა ხვედელიანი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვარდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ტატა ხვედელიანი შემოგვერთდა გამარჯობა კაპიტან ტატა და მადლობა მოწვევისთვის გაცემის ამ ნაწილსაც ხსნით თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტის შეფასებით რომელიც გუშინ შედგა პირველ რიგში კი აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ვინაიდან ეს ნაწილი ყველაზე რეზონანსული გახდა იცით რომ საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის შემდეგ ილჰამ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო როგორც ოფიციალური პრეს-რელიზიდან ვიგებთ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობასა და სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს, ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებს, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, ისე როგორც ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავ არის ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის. ეს არის შეხვედრის შინაარსობრივი ნაწილის შესახებ ოფიციალური პრეს-რელიზი, რასაც ავრცელებს ქართული ოცნება. აი რას
აჩვენებს ილჰამ ალიევის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა და რატომ გადაწონა ივანიშვილთან აუდიენციამ ალიევის შეხვედრების საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან იქნება ეს მიხეილ ყაველაშვილი თუ ირაკლი ყობახიძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აქ კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მთავარი შეხვედრა იყო აი ამ ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვედრა, რომელიც ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა დააკნინა სახელმწიფო მართვის სისტემა ზოგადად. მან ამ შეხვედრით და იქ განვითარებული მოვლენებით, რაც ჩვენ ვნახეთ უკვე შემდეგ კადრებში, ფაქტიურად ყობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო და ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არ სცემ პატივს კონსტიტუციურ წესრიგს, იმიტომ რომ ვხედავთ მაშინ, როდესაც ოცნება სუვერენიტეტის დაცვის ტყუილი მოტივით ახდენს საკანონმდებლოდ იმ ადამიანების კრიმინალებად გამოცხადებას, რომლებიც კრიტიკული აზრით გამოიკვეთებიან და ასევე არ აღიარებენ ყობახიძის მთავრობას და იჭერენ მათ, ვხედავთ იმ კადრებს, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ვიზიტის ფარგლებში და ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილი ხან საკუთარი თანაშემწის ფუნქციას აკისრებს ყობახიძეს, ხან არაბული კომპანიის სარეკლამო მენეჯერად აქცევს მას. აი ამ ყველაფერს ვხედავთ და ამ ფონზე ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება ყობახიძის მხრიდან, თუ ის ოდნავ მაინც ცემს პატივს თავის დაწერილ კონსტიტუციას, არის რომ მან დატოვოს საკუთარი თანამდებობა, გადადგეს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ის ცემს პატივს თავისივე დაწერილ კონსტიტუციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შეფასდება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ძალიან დადებითად და ეს იქნება ერთადერთი დადებითი ნაბიჯი მის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა, პირიქით ირაკლი ყობახიძის მთავრობის და პერსონალურად ირაკლი ყობახიძის შესახებ გვესმის განცხადებები, რომ ყობახიძეს განუსაზღვრელად რაღაცა ჭარბი რაოდენობის ძალაუფლება მისცა და მიანიჭა ბიძინა ივანიშვილმა. აი ერთია საბოლოო ჯამში თუ მეორე, ორივე ვერ იქნება. აი პირადად ხედავთ ირაკლი ყობახიძეს ჭარბი ძალაუფლებით თუ ხედავთ უუფლებო პრემიერ-მინისტრს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ და ჩვენ ვნახეთ გუშინდელი კადრები და მე სწორედ ამიტომ გამოვკვეთეს გუშინდელი ვიზიტი და კონკრეტულად ეს კონტექსტი და ამაზე ვისაუბრე. ვხედავთ რა უფლებებიც მიანიჭა ივანიშვილმა ყობახიძეს, მას მიანიჭა მისი თანაშემწის უფლებები. შესაბამისად, ის რაც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის კლანური გადანაწილება, კლანური ბრძოლები, იმიტომ რომ იმას, რაცაც ჩვენ ვუყურებთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი ლილუაშვილის კლანის ჩანაცვლება ხდება ყობახიძე კალაძის კლანით და ყველა ეტაპზე ვხედავთ აი მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ადასტურებს ამ ყველაფერს. გუშინდელ ვიზიტს დაუბრუნდები ასევე და ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას. გუშინ მედიისთვის ეს შეხვედრა იყო დახურული და ზოგადად მედიის ასეთი თავისუფალ რეჟიმში კითხვებთან დაკავშირებით ეს შეხვედრები იყო დახურული, იმიტომ რომ ოცნებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კითხვა დაისმეოდა დავით გარეჯთან დაკავშირებით და ძალიან ეშინოდა ამ შეკითხვის, იმიტომ რომ იცოდა ალიევი რასაც უპასუხებდა. აქედან გამომდინარე ეს პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას არ მოეწონებოდა და აქედან გამომდინარე მედიისთვისაც დახურული იყო. ნუ დავით გარეჯი ოფიციალური პრეს-რელიზებიდანაც ჩანს, რომ არ იყო გუშინდელ შეხვედრებზე განსახილველი თემა და ამაზე ოპოზიციური სპექტრი უფრო აკეთებს აქცენტს, ვიდრე ამ ეტაპზე თვითონ ქართული ოცნება. კანტონ ტატა, რაც შეეხება სხვა აქტუალურ საკითხებს, ახლა ილჰამ ალიევის თბილისში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე საქართველოდან აზერბაიჯანის ჟურნალისტის ავგან სადიგოვის გაძევების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მე ერთი კითხვა ამაზეც დავსვათ ის 5 აპრილს სოციალურ ქსელში პოლიციის შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს, როგორც ამბობენ, მალევე გამთენიისას 3 თუ 4 საათზე გაიმართა სასამართლო პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით შეეფარდა 2000 ლარიანი ჯარიმა, ისე როგორც საქართველოდან გაძევება და ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ახლა უამრავი კითხვა ახლავს სადიგოვის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა თქვენ გითხარით, თქვენ რა კითხვები გაქვთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სხვა შორის და ესეც მინდა უთხრა,
მაყურებლებს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ავგან სადიკოვის 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება манифестაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას 2-ჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობაო, ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. რამდენად ასე ვთქვათ, წონიანია გელა გელაძის უწყების, ისე როგორც სასამართლოს არგუმენტაცია და რამდენად არის ის გარემოება, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას რეალურ სამართლებრივ საფუძველს უყურებს. რა თქმა უნდა, ჩვენ რა წონიანობაზე უნდა ვისაუბროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ვხედავთ არა უცხოელების, არამედ ქართველების მიმართ რადონის რეპრესიებს და რადონის შერჩევით პოლიტიკას ახორციელებს ეს უწყება და ზოგადად ოცნება, მაშინ, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს ციხეში უშვებენ და სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ ამ ადამიანების წინააღმდეგ, რა გასაკვირია, რომ უცხოელების მიმართ ესეთი ქმედებები განხორციელდეს, მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, მთავარი და პრეცედენტული არის ის ღამის სასამართლო პროცესი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა და მე მინდა გავიხსენო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროინდელი სწორედ აი ასეთი მეთოდებით ადამიანებთან ბრძოლა, მაშინ, როდესაც დიახ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა ღამე, ნაჩქარევად იმისთვის, რომ განეხორციელებინათ დამატებითი რეპრესიები და შეეზღუდათ ადამიანებისთვის თავისუფლება და აი ამაშიც უკვე მსგავსება გარდაუვალია ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას და იმ რეჟიმს შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ღამე გახსნილი სასამართლოს დარბაზი, რომელშიც განხორციელდა აი ესეთი პოლიტიკური მოტივით არსებული მართლმსაჯულება და შემდეგ სასწრაფოდ გაამგზავრეს ეს ადამიანი აზერბაიჯანში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა არის, თუმცა მაშინ, როდესაც ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის, ნუ გასაკვირია ამ ქვეყანაში არაფერი არ არის, იმდენად ქაოსში და განუკითხაობის გარემოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება, როდესაც საკანონმდებლო დონეზეც კრიმინალად აცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულ კრიტიკულ აზრს გამოხატავენ ოცნების მიმართ და თუნდაც არ აღიარებენ კვაბახიძის მთავრობას. ეთილი ქავდოთ აი დრო რომ სწორად გავანაწილოთ თქვენ პარლამენტის წევრი ხართ, ამიტომ ახლა მოდით რამდენიმე წუთი ქართული ოცნების კანონშემოქმედებას დაუთმოთ, მე თვითონ რომ პარლამენტში რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვიდა, რომელიც ყურადღებას იქცევს, აი მაგალითად კიდევ ერთხელ იცვლება, გუშინ გავიგეთ ამის შესახებ, გრანტების შესახებ კანონი წარმოდგენილი ინიციატივიდან ვიგებთ, რომ რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა, უფრო კონკრეტულად კი გრანტად არ ჩაითვლება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას, შეიძლება მაყურებლებისთვის არ იყოს მაინდა-მაინც მარტივად გასაგები. გითხარით ამ ცვლილებებზე თქვენი პოზიცია, ისე როგორც თქვენ რას ხედავთ წარმოდგენილ ინიციატივით თქვენ და უშუალოდ თქვენი პარტია და რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება პატარა ნაბიჯით, მაგრამ გრანტებთან დაკავშირებული რაღაცა ხისტი პოლიტიკიდან პოლიტიკის შემსუბუქებას და უკან დახევას იწყებს. არა, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით, აქ არ არის საუბარი არავითარ შემსუბუქებაზე, ეს არის უბრალოდ ტექნიკური შესწორება, რადგან წინა რედაქციით საკანონმდებლო ინიციატივა არ მოდიოდა თანხვედრაში საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან, მათ შორის განხილვების დროს ჩვენმა გუნდმა მივუთითეთ ოცნებას ამასთან დაკავშირებით, დავსვით კონკრეტული შეკითხვა ამასთან დაკავშირებით და მაშინ მათ უარყვეს ეს და თუმცა აი ახლა ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიახაც მათ დასჭირდათ ეს ცვლილება. რა თქმა უნდა, აქ არ გვაქვს საქმე შემსუბუქებასთან, იმიტომ რომ ბოლო დროინდელი კანონები
ის რასაც ოცნება იღებს, ეს ემსახურება განსხვავებული აზრის დევნას და გაქრობას, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში, აქედან გამომდინარე რაიმე მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეამსუბუქებენ საკუთარ რეპრესიულ და ამ დრაკონულ კანონებს, ჩვენ არ გვაქვს, ისევე როგორც არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე სახით გადატვირთავენ პოლიტიკას ნებისმიერ ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს პარტნიორთან ზოგადად. აქედან გამომდინარე ეს არის ტექნიკური რედაქციის ცვლილება. პროექტი არ უნდა დავინახოთ. არა, რა თქმა უნდა, არ უნდა დავინახოთ, იმიტომ რომ ოცნებას ჯერჯერობით არ აქვს იმის მზაობა და არც იმის რესურსი არ აქვს, რომ მართოს ქვეყანა ხელების გადაგრეხვის პრინციპის გარეშე, მათ აქვთ მხოლოდ იმის რესურსი, რომ ესეთი რეპრესიული, ძალადობრივი მეთოდებით მართონ ქვეყანა, რადგან არ აქვთ არც დიალოგის საშუალება, არც ამის მზაობა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ უნდა გკითხოთ, საქართველოში შესაძლოა ახალი C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს, შესაბამისი ცვლილებები შედის უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში და მას პარლამენტი როგორც გუშინ გავიგეთ დაჩქარებული წესით განიხილავს. თვითონ ინიციატორის ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა მოკლებადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის. აი რატომ დადგა თუ მიიღეთ ავტორებისგან შესაბამისი ინფორმაცია და განმარტება ახალი კატეგორიის ვიზის გაჩენის საჭიროება და მეორე მხრივ რამდენად შეიძლება დავეთანხმოთ ინიციატორის ავტორებს, ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი C კატეგორიის ახალი ვიზის შემოღება შედარებით უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალი მსყიდველ უნარიანობის მქონე ვიზიტორების მოზიდვას განაპირობებს და გამოიწვევს. აქ მთავარი არ არის ესა თუ ის კანონი და მისი შინაარსობრივი დატვირთვა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თითქმის ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების მხრიდან მომდინარეობს, არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ გადის იმ სრულფასოვან პროცესს, რასაც უნდა გადიოდეს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შემოდის. მე გულისხმობ კვლევას, მე გულისხმობ დარგი სპეციალისტების ჩართულობას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი რეპრესიული კანონი, რომელიც უბრალოდ ემსახურება ოცნების ძალაუფლების გახანგრძლივებას, განსხვავებული აზრის გაქრობას, ეს გასაგებია, მაგრამ ასევე ვნახეთ კანონებიც, რომელთა შექმნა და რომელთა დანერგვაც შეუძლებელია სრულფასოვანი კვლევის პროცესის გარეშე და მაგალითად შემიძლია მოვიყვანო განათლების საკანონმდებლო ინიციატივა, განათლების ანტირეფორმა, რომელსაც მე რეფორმას ვერ ვუწოდებ, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას, აი იმ ისტორიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განათლების მიმართულებით ვითარდებოდა და ახლა მინდა გამოვეხმაურო, ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია, მაშინ როდესაც სტუდენტებს ჰქონდათ ადრე იმის საშუალება ინფორმირებულად აერჩიათ საკუთარი მომავალი ცხოვრებაში და აერჩიათ ის ფაკულტეტი, ის პროფესია, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ახლა 2 დღით ადრე გამოაქვეყნა ის დოკუმენტი ოცნებამ, რომელიც თვეებით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო ესეთი ურთულესი. ახასაუბრობთ რა შეფასების გაკეთების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის შეფასება, რომ ნაჯახით მიადგა ოცნება განათლების სისტემას, რომელიც მას ასე ნერვებს უშლის, იმიტომ რომ განათლებული ადამიანები სვავენ ძალიან ბევრ შეკითხვებს, იმიტომ რომ განათლებული ადამიანები გამოირჩევიან ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრით, კრიტიკული აზრით და რა თქმა უნდა, ის აკადემიური თავისუფლება, რომელიც არსებობდა, თუნდაც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ეს ნერვებს უშლით მათ, დისკომფორტს უქმნის მათ და ამიტომ ისინი სპობენ ამ აკადემიურ თავისუფლებას და ასევე რა თქმა უნდა, ყველა საქმეში, ისევე როგორც დასტურდება ის, რომ ოცნების ყველა ქმედება მიზანმიმართული არის იმისკენ, რომ მეტი ბიტკოინი, მეტი ფულის მოპარვა მოხდეს სახელმწიფო რესურსებიდან და ბიუჯეტიდან და ხალხისგან, შესაბამისად ეს კორუფციული დაინტერესებაც, რომელიც ეხება კონკრეტული
უნივერსიტეტების შენობებს, ნაკვეთებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წინა პლანზე არის განათლების აი ამ რეფორმით წამოსული. რა თქმა უნდა, აქ არანაირი მოლოდინი არ არის, რომ ეს კარგ შედეგებს მოიტანს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალი თაობისთვის. ამ შავლაქას ოცნება ვერასოდეს ვერ ჩამოირაცხავს, თუმცა საბოლოო ჯამში ზიანდება ჩვენი მოსახლეობა, ზიანდება ჩვენი ახალი თაობა. კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ესეც არის, რა თქმა უნდა, მათი მანკიერი ინტერესების მატარებელი, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ საქართველოს ეკონომიკაზე და ვხედავთ, შეიძლება ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობასაც ვხედავთ. აი, აღდგომის დღესასწაული მოდის, ბოლო კვირა არის, უმძიმესი კვირა არის და ვხედავთ მაშინ, როდესაც უნდა მოქალაქეებმა ელემენტარულად კვერცხი შეიძინონ იმისთვის, რომ ფასებთან დაკავშირებული თემით დავასრულოთ, მაშინ ეს იყოს ბოლო თემა, ასე ვთქვათ, აქტუალური საკითხი, რაზეც კითხვას დაგისვათ, მით უფრო რომ პარლამენტშიც მუშაობს სწორედ ამ თვალსაზრისით, ამის მაღალი ფასების შესწავლის მიზნით სპეციალური საპარლამენტო კომისია. სხვათა შორის, თქვენი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიმართა რამდენიმე დღის წინ კომისიის ხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილს სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ კობახიძემის ბუღალტერია, გამოიჩინეთ სიმამაცე და თქვით, რომ არაფერი გამოდის. აი, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ არაფერი გამოდის და მაშინ რატომ არ გამოდის არაფერი? ალბათ მაყურებლებისთვის საინტერესო იქნება ახსნათ ამის მიზეზი. რა თქმა უნდა, კობახიძის მხრიდან ამ ინიციატივის დასმისთანავე ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პროცესი იქცეოდა ფარსად და ეს იყო ტყუილი მოლოდინების შექმნა მათი მხრიდან, როგორც ყველა მიმართულებით. კონკრეტულად ჩემი კოლეგის მიერ დასმული შეკითხვაც აი ამ რეალობის გამოვლენას ემსახურებოდა და მან ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდა ბატონი ბერეკაშვილის მხრიდან, რომ საქართველოში თურმე არავინ არ შიმშილობს, მაშინ, როდესაც აი ამ ინიციატივის დაყენებისთანავე ჩვენ ვნახეთ დრამატულად, როგორ გაიზარდა ფასები ყველაფერზე და აი მე შემიძლია მაგალითად გითხრათ, პური და პურ პროდუქტების ფასი 9.6%-ით გაიზარდა საქართველოში, ბოსტნეული და ბაღჩეულის მიმართულება 4.9%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.6%, რძეყველი და კვერცხი 4.5%-ით და ასევე თევზეული 21%-ით გაიზარდა. მათ შორის ასევე ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გვქონდა ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, თითქმის ძალიან კოლოსალურად და დრამატულად არის გაზრდილი სახელმწიფო სერვისების ფასებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მივმართეთ კობახიძეს, რომ 30%-ით მოხდეს ამ ფასების შემცირება. მაშინ, როდესაც ოცნება უარს ამბობს მინიმალური ხელფასის მცნების შემოტანას საქართველოში და ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს 1999 წლის რეალობით, როდესაც მინიმალური ხელფასი 20 ლარი იყო, მაშინ, როდესაც ჩვენ ასევე დავაინიცირეთ კომისია, რომელიც იმუშავებს მინიმალური ხელფასის საკითხის გამოკვლევაზე, ოცნების წევრები გვეუბნებიან, რომ თქვენო სრულფასოვნად არ შეისწავლეთ ეს საკითხი და დემაგოგობთო მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და ამიტომ ვამბობთო უარსო, ჩვენ თავაზობთ მათ კომისიის შექმნას, რომელიც სრულფასოვნად თვეების განმავლობაში განიხილავს და შეისწავლის, როგორ მოხდება მინიმალური ხელფასის ფორმირება ჩვენს ქვეყანაში, რამდენი უნდა იყოს ეს მინიმალური ხელფასი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსყიდველ უნარიანობა გავზარდოთ ქვეყანაში, იმიტომ რომ მთავარი მიზანი, რომელიც აქვს ოცნებას დღეს, ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, კორუფცია და აი ეს დაინტერესება და ამას ყველაფერს, აი ესე დამცველ შრედ აფარებს, ასე ვთქვათ, მის ინიციატივებს, რომ ვითომ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მაშინ, როდესაც უბრალოდ კორუფციით, ბიტკოინებით და დამატებით სარგებლის მოპოვებით მართავს ქვეყანას. მადლობა ქავტონ ტატას სტუმრობისთვის, დღეს დაგემშვიდობებით. ტატა ხვედელიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.